ამ კარს მიღმა ერთი მშვენიერი ქალბატონის ჯადოსნური სამყაროა. ეს მისი სამხატვრო გალერეაა, რომელიც წარსულის უამრავ შეხვედრებს მოგონებებს ინახავს. დღეს ჩვენი მასპინძელია ქართველი მეცნიერი, ენების, პოლიტიკისა და ისტორიის, ხელოვნებისა და პედაგოგიკის მკვლევარი, პროფესორი, პუბლიცისტი, ლინგვისტური და დიპლომატიური სკოლების დამფუძნებელი, საზოგადო მოღვაწე ქალბატონი თამარ ცინცაძე. Ასწლია დაახლოებით 12 წელია, მაშინ როგორც კი ავაშენე, აქ იყო დიდი აივანი, ვიყიდე ნაწილი აივნისა და ავაშენე საგამოფენო დარბაზი, რომელიც სრული შემთხვევაში ძალიან საინტერესო კომბინირებულ სივრცეთ შეიძლება იქცეს. ძვირფასი ოფისი და ძალიან კარგი საცხოვრებელი. მაგრამ ჯერჯერობით ეს არის სამხატვრო გალერეა, სადაც მყავს გამოფენილი ორი მხატვარი, დამსახურებული მხატვარი ლია სვანიძე და მისი ვაჟი ედიშერ ბარანიძე, განსხვავებულები ერთმანეთისაგან. მაგრამ ეს გალერეა მხოლოდ სამხატვრო გალერეის ფუნქციას არ ატარებს, ვინაიდან რამდენიმე ორგანიზაცია მაგ გახსნილი. აქ ხდება შეხვედრები. 2009-ში გავხსენი როტარი კლუბი თბილისი აკადემია, ასე ქვია კლუბს და აქ იკრიბებიან საქველმოქმედო როტარი კლუბის წევრები. გარდა ამისა, იგივე 2009 წელს გავხსენი ჩინეთთან მეგობრობის საზოგადოება, საქართველოს ჩინეთის მეგობრობის საზოგადოება და საკმაოდ აქტიურად, საკმაოდ ბევრი წევრი ყავს. აი ბოლო შეხვედრა იყო ჩინეთის ელჩი და დიპლომატები ყავდა აქ ივნისის ბოლოს და აღნიშნეთ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების საქართველოსა და ჩინეთს შორის 38 წელი. ძალიან საინტერესო კარგი პიროვნება ელჩი, ახალგაზრდა, ძალიან დაინტერესებული აი ამ საზოგადოების განვითარებით და დახმარებით. ასე რომ აი როგორ ვიღეთ, მულტიფუნქციონალურია ეს პარტი. სხვადასხვა შეხვედრა. გარდა ამისა, ვარ საერთაშორისო ქალთა ორგანიზაციის წევრი და ხანდახან ესე coffee morning-ებს ვეძახით, წელიწადში ერთ-ორჯერ კეთდება ესეთი, აი აქ ჩემი პარტი ძალიან კარგია ამისთვის და მე ვაკეთებ ხოლმე coffee morning-ს ჩვენი ქალბატონებისთვის და სადაც დაახლოებით 50-60 ქალბატონი გროვდება. ვცადოთ დავტოვოთ ერთმანეთის ცხოვრებაში და მეხსიერებაში დადებითი კვალი. გავამდიდროთ ერთმანეთის ცხოვრება და ცნობიერება. ამის საუკეთესო გზა აღსარების დონეზე გულწრფელი მემუარების წერა. მე არაფრისგან რაღაცა შექმნა შემიძლია ძალიან კარგი, საინტერესოსი, მაგრამ აი კომერციულში გადატანა ჩემთვის ცოტა რთულია ეს. ამას როგორ ვიხსენებ, ცოტა ისეთი მიმწოლე ადამიანი სჭირდება. აი ვიღაცა in pair, yes? ასე ვთქვათ, სხვანაირი ადამიანი უნდა იყოს, ერთმანეთს უნდა ვახსოვდეთ. მაშინ ესეთი იდეების გამოდის უკვე ორნაირი, სხვანაირი და რაღაც სინთეზი ხდება საინტერესო აზროვნების და იდეების. კი, ასაკი შეიძლება სხვადასხვა იყოს, სპეციალობები სხვადასხვა, იმიტომ რომ ეს გამდიდრებს ერთი მეორეს ყველაფერი. ამიტომ მე რო ვთქვათ, მომავალში არ ვფიქრობდი ამ ფაქტს რა უყო, მე ვფიქრობ, მე ჯერ ვფიქრობ ამის გაყიდვაზე და თუ ისეთი მყიდველი მოვა, რომელსაც შეიძლება ჩემთან დახმარებაში რაღაცა გაკეთეს, კი ბატონო, ერთგვარი მენეჯერის როლში, ან გაიდის როლში გამოვა, რასაკვირველია, შემიძლია ჩემი სურათებიც მოვათავსო და რაღაც აი პატარ-პატარა საღამოებივით მოეწყობა, შემიძლია მოვყვე ამ მხატვრებზე ხელოვნებად მცოდნე და პატიჟო რომელიღაცა ამისთვის. აი რაღაც საინტერესო ბევრი რაღაცა შეიძლება გაკეთდეს. უძღვნელი სტატიებს და წიგნებს ამერიკულ ლიტერატურას, არა, აქაც სხვა რამე, არა მარტო ამერიკულს, არამედ აფროამერიკულს. აი ეს აფროამერიკული იყო ჩემი ინტერესი თავისი კოლორიტულობით, დრამატულობით, აი ლიტერატურა მაშინ ხდება საინტერესო, როდესაც დრამატული კუთხე აქვს, როდესაც კოლორიტულია და დრამატულია სხვანაირად, ის
არანაირი მიმზიდველობა არ ექნება, უბრალოდ ჩვეულებრივი ამბების აღწერა და თან აფრო-ამერიკული ლიტერატურა შეუძლებელია ისტორიისა, სოციოლოგიისა და მათი ბრძოლისა და მათი ცხოვრების წესის შესწავლის გარეშე. ამას საკმაოდ ბევრი დრო წაიღო ჩემ ცხოვრებაში და მაგრამ იმეყვანა ბევრ ამერიკულ უნივერსიტეტში და ძალიან უკვირდათ, სხვათა შორის რომ საქართველოს, რომელიც არ გიცოდნენ უკაზუსტ არის, როგორ არის საქართველოში სპეციალისტი, ხო, მართლა ერთადერთი სპეციალისტი ვარ ამ დარგის. ამერიკანისტები არიან, რამოდენიმე ამერიკანისტი, მაგრამ აფრო-ამერიკანისტი მხოლოდ მე ვარ. და რამ დაგაინტერესაო? დამაინტერესა ძალიან დრამატულმა მათმა ისტორიამ და ორიგინალურმა შემოქმედებამ. ამას ძალიან ბევრი დრო დაუთმე და მერე უკვე ჩემი დრო წაიღო დიპლომატიური აკადემია. მანამდე უცხოენების ინსტიტუტში მუშაობდი. ძალიან ბევრი ძალისხმევა ჩავდები ამ დიპლომატიური აკადემიის გახსნაში ჩემ მეუღლესთან და რამდენიმე პროფესორთან ერთად გავხსენით. იყო ძალიან წარმატებული, ძალიან არასწორი საგანმანათლებლო პოლიტიკის გამო ბევრი სასწავლებელი დაიხურა და ჩვენც მიუხედავად ჩვენი წარმატებულობისა იძულებულები ვიყავით დაგვეხურა. შემდეგ ფაქტიურად უკვე ლიტერატურაზე გადავერთო, მხატვრულ ლიტერატურაზე. აი გამოუშვი მემუარების 2 წიგნი. გავხდი მწერალთა კავშირის წევრი. ორივე წიგნში მაქვს საკმაოდ დიდი ციკლებად არის დაყოფილი. ქართული ციკლი, ამერიკული ციკლი, აღმოსავლური და ევროპული. და აი ეს ამერიკული ციკლი ორივე წიგნში მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მეგობარი მყავდა ამერიკაში ყოველთვის. როგორც ამერიკანის ეს ერთი უნივერსიტეტებში და კვლევით ინსტიტუტებში, მაგრამ იქ ქართულ დიასპორასთან მეგობრობდი, განსაკუთრებით ამერიკის ხმის თანამშრომლებთან. ეს ძალიან კაი ნახატები აქვს, აი პორტრეტები. პორტრეტისტი იყო თავდაპირველად. ეს ჩემი თემით გამოდის, შავი გოგო და თეთრი გოგო. აი ეს ხეშვათი ნამუშევრები ეზიშერ ბარანიძის. ახლა როგორია? აი ირაკლი ფარჯიანს მოგაგონებს რაღაცაში, ოღონდ ირაკლისის აქვს плоское изображение და ედიშერს აი ეს protruding. მე-19 საუკუნის 150 წლის არის. ნუ ამას მართლა მუზეუმი ჭირდება შესასწრიდან. ის დაღესტნიდან ჩამოვიტანე რაღაცეები და ალაგია და აი ეს სხვათა შორის ესენი არის მე-19 საუკუნის როგორ საქართველოში გაკეთებული არის, სომხური ოჯახიდან ვიყიდე, მაგრამ აქ არის გაკეთებული ეს. ბისერით ნაკარგია. ნახატები ხომ არ არის, ეს არის ბისერი. აი ესეთი 5 მაქვს. ისევ შერეულად არის. ედიშერი, დედამისი და ცოტა არის მაგის ცოლის ნახატიც. ედიშერის ეს მესამე მხატვარიც ყავდა, მიხედავთ იმისა, პროგრამისტია, მხატვარი არ არის, მაგრამ აი ეს სხემა გადათ იმ კეთნოს გაკეთებულია. ჩვენი ერხია. აი ეს არის ნახეთ როგორი ეს იშვიათი რაღაცა აღმოსავლური ფილოსოფია რერიხს მოგაგონებს რაღაცაში. გამიგეთ, აი რერიხის ფილოსოფიას, მადამ ბლავატსკაია, რერიხი, ეგენი ეზოთერიკოსები იყვნენ, ბლავატსკაია და ბლავატსკაიას სახელი იცით აუცნაურ კონტექსტში გავიგე. ამერიკაში, სანტა-კრუსში ვიყავი დაპატიმრებული ლექციებით და ტაქსის მძღოლი დახვდა, იმიტომ რომ აეროპორტი შორს არის სანტა-კრუსის უნივერსიტეტიდან, კამპუსიდან და გზაში რომ მოვდიოდით, ხედავ რომ ძალიან ინტელიგენტური კაცია და ეს კაცი მეუბნება, თქვენო ბლავატსკაია იცითო, მადამ ბლავატსკაია, მე ვთქვი, კი მეთქი ვიცი, მაგრამ როგორ გითხრათ ახლა მოყვარულის დონეზე, ხო, რამდენადაც რერიხი ვიცი, იქ ბლავატსკაია მაინც უკვე ნახსენებია მაგათი ფილოსოფია და ეს კაცი აღმოჩნდა საიდან არ ვიცი სანტა-კრუსში, სან-ფრანცისკოში
ბლავატსკაიას მოყვარულთა საზოგადოების წევრი და მეუბნება თბილისში როგორც აღმოჩნდებით იმ დღესვე წარით საჯაროში რა წაიკითხეთ მადამ ბლავატსკაიას წიგნები. აი არაფრით არ მოველოდი სადღაც წარსის მძღოლი სანტა-კრუზის გზაზე მელაპარაკება მადამ ბლავატსკაიაზე. ნული ანტიკვარული 19 და უფრო ადრე მარია ბაგრატიონის ოჯახიდან, მანიჩკა ბაგრატიონის ოჯახიდან, ძალიან ძვირფასია. ეს არის საფრანგეთის ბატალური სცენები, აი სხვადასხვა წლების ომები. და ეს იყო როიალისტური სამეფო კარისთვის გამოცემული ორტომეული ალბომი და ბაგრატიონებს, იმერეთის ბაგრატიონებს რომანოვები ყავდათ ნათესავები საფრანგეთში. და ეს არის საფრანგეთთან ჩამოტანილი რომანოვებისგან. ფაქტიურად აი რომანოვებს ჰქონდათ ხელში და მანიჩკას გამოატანეს რაღაც ნაწილი ქონების. ამასაც ეუბნები დავაბინავებდი რომელიღაცა მუზეუმში. თქვენ დამიგროლა ხო გეუბნებით, მე არ ვაპირებდი. აქ არის ჩემი ჩინური იაპონური ოთახი. რომელიც აგრეთვე შემთხვევით შეიქმნა. ნუ აი ყველა კოლექცია შემთხვევით შეიქმნა. ეს ჩინეთიდან მაქვს ჩამოტანილი ქალთა ფორუმზე ვიყავი. მესამე ქალთა ფორუმზე იქ ყოველ 60 წელიწადში ტარდება ფორუმი. უმაღლესი სასწავლებლების, რექტორების, ქალბატონების ფორუმი. სურათებსაც გაჩვენებთ. აი ეს არის ცნობილი ტერაკოტის ჯარის პატარა ასლებებით. Tom რომ მაგარი ფუძიამა მათი სვეტაია გარა, ხო, წმინდა მთა. აი სადაც ხედავთ დრაკონს ის ჩინეთია. და თუ კი ხედავთ ფუძიამას და სამურაის ის იაპონია. ვიყავი კიევში ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი. ალბათ სადღაც მე-10 კლასში, ალბათ 15 წლის, ძალიან ადრე წავედი სკოლაში. შეიძლება 14 წლისაც ვიყავი. იმიტომ რომ სკოლაში წავედი 4.5 წლისა. კოჯორში. ვამატყოფობდი და დედაჩემს ექი მოუთხრა ხაერზე უნდა და წამიყვანა რამოდენიმე წლით და დედა იყო საბავშვო სახლის დირექტორი. და 1 სექტემბერს წავიდნენ მთელი ბავშვები საბავშვო სკოლაში, დავჭი მარტო მე და ბებია, პოლონელი ბებია. Хочу в школу, ტირივარ, მინდა მე და ნუ რა იქნა დედაჩემს და 4.5 წლის მივაბარა. პირველი წელი რასაკვირველია არაფერი არ მესმოდა. მეორე წელს რაღაცაში გავერკვიე, მესამე წელს გავსწარი. ბევრად უფროს ბავშვებს. მაინც ხო იცით საბავშვო სახლის ბავშვის მენტალობა. სად ოჯახში გაზრდილი. აი აქ ნახეთ ჩაის თუ ყავის, ჩაის შავი სერვიზი, პაპიე-მაშე შავი ხის სერვიზი, რომელიც დედაჩემს წავყრები მაშინ კიევში, კრეშჩატიკზე დავდიოდი, დედა იყო სადღაც სამინისტროში და კრეშჩატიკთან ახლოს არის ერთი ცნობილი ანტიკვარული მაღაზია. დავინახე რაღაც წარწერა შოვიდან და მივედი, აი 14 თუ 15 წლის ასაკში. ნუ რა მიმიზიდა ამ სერვისში, არ ვიცი. მაგრამ ვიყიდე. დედამ უფლა ხო არ დამტოვა ქალაქში, რაღაცა ფული მქონდა და აი ეს იყო პირველი ჩინური ნივთი, რომელიც გაჩნდა სახში, სადაც მოდაში იყო მაშინ ბროლი და მერე უკვე კერამიკა შემოვიდა. ობოლი იყო ეს ნივთი ცალკე, ნუ რაღაცა ხო ჭირდება. აი რაღაცა ლარნაკები უყიდე, მერე რაღაც ის აი ის სხვადასხვა ძირი შავი სურათი რო არის. ის არის ამისი სინი. ჩავთვალე რომ სინისთვის ძალიან ლამაზი იყო, მთელი ეს ორნამენტები ჰქონდა ძირში, რომელიც სინს არ ჭირდება მანამ მაინც. სინი გავაკეთე ჩვეულებრივი შავი მასალისგან და ეს კიდევ აქცია სურათად. და ესენი არის ერთ-ერთი ელჩის ნაჩუქარი სინძიანის პროვინცია, ეს არის სამხრეთის ჩინეთი, რომელიც ძალიან მწვანეა ჩინეთისგან და ცენტრალური ჩინეთისგან განსხვავებით. ფაქტიურად ელჩმა მკითხა რომ მივედი გამოფენაზე, ქარვასლაში იყო რომ აირჩიეთო ხვალო იხურებაო გადაცემა და მე
მინდა ჩემი სურათები გავაჩოქო. მოყვარული იყო ფოტოგრაფი. და აირჩიეთ რამდენის მაქვს მეთქი უფლება, 2-ო. აირჩიეთ ბოლოში ერთი, მეორე ბოლოში მეორე. და ცოტა ხანში დაიხურა ეს და აი ელჩი თქვენსავით რომ ხვალ არის წასასვლელი ჩინეთში დაამთავრა თავისი ვადა, აი დღეს მოვიდა ჩემთან თავის მდივანთან ერთად, მოიტანა ეს სურათები, კომპიუტერი მთელი თავისი აქსესუარებით და მეკითხება რა პრინციპით არჩიეთ ეს სურათი, იცოდით რომ ეს ერთი და იგივე პროვინცია ყოფილა. მე ვთქვი არ ვიცოდი, მე უბრალოდ მომეწონა აი ესეთიკური პრინციპით და აი ეს ესთეტიკური პრინციპით არჩეული აღმოჩნდა თურმე ერთი და იგივე ჩინური პროვინციის სურათი. ერთ-ერთი ელჩის ნაჩუქარი, ეს მეორე ელჩის ნაჩუქარი, ეს არის ბრონზა, რომელიღაცა იმპერატორის ლარნაკის ზუსტი ასლი და ის რა არის, იცით, აი ნახეთ, აი აქ რო კიდია, აი აქ საინტერესოა, იცით, მაგა ისტორია აი ამ სურათების, კიდე 3 სურათია არ ჩანს ახლა, ორი ცალკედებს. ჩინელ იაპონელ ელჩებს ძალიან უყვართ საახალწლოდ იმის ჩუქება, იცით, კალენდრების. აი ეს კალენდარი არის წლევანდელი ნაჩუქარი ელჩის. და ერთხელ მოვიდა პირველ ერთს არ ვიცნობდი, მე მხოლოდ მეორე ელჩიდან დაწყებულს ყველას ვიცნობდი და მეგობრობდი და მოვიდა ეს მეორე ელჩი. იმიტომ რომ ჩვენ 95-ში გავხსენით დიპლომატიური აკადემია, როცა დავიწყე ელჩების დაპატიჟება და პირველი ჩამოვიდა 92-ში. და ზუსტად უკეთ 15-მდე იყო წასული. და ამას რაღაც უკავია ხელში, მისაჩუქრა კალენდარი, როგორც ეს რიგია და კიდე რაღაც უკავია ხელში და ვატყობ რომ ყოღმანებს ვერ გადაუწყვეტია და რაღაცა უნდა რომ თქვას და მეუბნება იცით რა აიო სხვა შემთხვევაშიო მე არ გამიგებდნენო მაგრამ თქვენო გაჩუქებთო ვიციო თქვენო გამოიყენებთო და მაჩუკა აი ეს არის კალენდრის ფურცლები, ოღონდ ფურცლები კი არ არის, ეს არის სქელი კარდონი. ძალიან სქელი მასალა. რომელიც პირდაპირ ითხოვდა რომ სურათებად გექცია და ეს ვაქცია აი ეს სერია სწორი იყო ისოჩი გამოვიყენე, ვიცი გამოვიყენებთო. და ესეთი ლამაზი ეს არის ანტიკური ბრონზა, ბრინჯაო ანტიკური. ეგ არის ძალიან ძვირფასი ამ კოლექციაში მე ვიტყოდი მარგალიტი. ეგ არის 200 წლის ნაქარგი აბრეშუმზე. აი ეს ნივთი არის იაპონელი ელჩის ნაჩუქარია, ცოლქმრის, მისტერ კამუხარა და არა, კაეტანი, კამუხარა სხვა იყო. და ესენი არის რა, იცით, რიტუალური კოლაჟი, მეფე პატარძალი. აქ ალბათოს ჰქონდა ძალიან კარგი კოლექცია იაპონური თოჯინების, რომელიც უსაჩუქრა ჩვენ თოჯინების მუზეუმს. კოპი, რასაც ეძახიან, თრუკოპი. და რისთვის არის მეთქი, ან საერთოდ ეს სახურავი რა სჭირდებოდა მეთქი და ეს რა არის, იცით, არყის გასათბობი. იმიტომ რომ ისინი ხო ჩვენ ცივად მივირთმევთ ღვინოს და რაღაცას, ხო და ესენი კიდე ათბობენ, იმიტომ რომ ზამთარი ძალიან ცივია ჩინეთში და აი ამაში და ეს რატო არის, იცით, ესეთი მასიური ნაკვეთშლებზე დევს. ეს არის მშვენიერი ნივთი ძველი. აი ნახეთ, ამას ჭრილები აქვს, როგორ ფიქრობთ, რატომ არის ჭრილები? და სხვათა შორის იგივე დანიშნულების არის ეს. ეს არის რაღაცის ნაწილი. მიხვდებით რისი ნაწილი? ეს არის ესეთი კასრი იქნებოდა ოვალური ფაიფურის, ეს არის სახურავი და წაძრებში, ესე პაგოდებში. ტაძრებში. ხო აქვთ კუთხე უდგათ და შიგნით საყვენელს ანთებენ. და ესენი სხვადასხვა ზომის, რომ დიდხანს გამოდიოდეს ის საკვემელი, ზოგი მალე გავა, ზოგი დიდხანს დარჩება. და აი ეს არის ძალიან საინტერესო ნივთი. ეგ არის თავისი ეკრანით. ჩინელი და ყველაფრით არის ნახევრად ძვირფასი ქვების. ეს ეკრანი არის ოფსიდიანი, ეს ნეფრიტია,
ეს კვარციტია, ვარდისფერი კვარცი. ფაიფური შეგროვილი. აი ზოგიერთ ჩემი მეგობარი რომ მორის თამარობა თუ დაბადების დღე თუ ისე მორის, აი ხანახი როგორ შენური ნივთები მოაქვთ ჩემთვის. ეს არის იაპონელი მხატვარი სუტომარო, ქალებს მარტო გეიშებს ხატავდა, მეტი არავის. აი ეს გეიშების სურათებია. დასრულდა ჩვენი სტუმრობა ერთ დიდ ლამაზ თბილისურ სახლში, რომელიც სავსეა ულამაზესი მასპინძლის ფიქრებითა და გრძნობებით, მისი მოგონებებით, ისტორიით, სიტყვით, საქმით, მეტყველი ნივთებით, გეგმებით. იმ წარსულში გვაბრუნებს, სადაც მთავარი პიროვნება და მისი კეთილშობილი მიზნები, მისი სულიერი ფასეულობებია. იმ მომავლისკენ გვიხსნის გზას, სადაც მხოლოდ სიყვარული, სიკეთე, მხარდაჭერა, ზესვა და ურთიერთპატივისცემა უნდა სუფევდეს, რათა ასეთი საინტერესო ადამიანების მასპინძლობა არ მოგვეშალოს, რათა სიმშვიდე იყოს ჩვენ სახლებში და სინათლე ჩვენს ფანჯრებში. წარმატებები და დიდხან სიცოცხლე ვუსურვოთ ქალბატონ თამარს თავის კეთილშობილ საქმიანობაში.